დაპირისპირება მერობის ორ კანდიდატ შორის ნიკა ივანიშვილი გია ჭანტურიას სრულ დაპირებებში ადანაშაულებს. სახალხო დემოკრატების წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ კომუნალური გადასახადების მკვეთრი შემცირება, რასაც მოსახლეობას ჭანტურია პირდება, პარლამენტის თანხმობის გარეშე ვერ განხორციელდება. ჭანტურია ოპონენტს არგუმენტებით პასუხობს ქრისტიან დემოკრატების კანდიდატს პარლამენტში თანაგუნდელების მხარდაჭერის იმედი აქვს. გაზი 10 თეთრად, დენი 5 თეთრად და წყალი უფასოდეს. წინასაარჩევნო დაპირება მერობის კანდიდატებს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა. ნიკა ივანიშვილი გია ჭანტურიას სრულ დაპირებებში და მოსახლეობის მოტყუებაში ადანაშაულებს. ის რომ ჩვენ საქართველოს არის წყლით უხვი ქვეყანა, იმას უარც არ ნიშნავს, რომ რამე ქვეყანაში უფასო უნდა იყოს. სოციალიზმის კომუნისტების დროსაც წყალი უფასო არ იყო. ეს არ არის მერიის კომპეტენციის საკითხები, ტარიფების შემცირება. ეს რომ პარტიამ დააყენოს პარლამენტში ეს საკითხი და პარლამენტიდან ლობირება გაუწიოს ამ საკითხს, დიდი რცეგებია. მერია ამას მარტო ვერ შეძლებს, მაგრამ ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა შეუძლია საპარლამენტო ინიციატივის საკმაოდ მნიშვნელოვანად ასე ვთქვათ წარმართვა და ამ კუთხით რა თქმა უნდა მე იმედი მაქვს რომ ხარს დამეჭერს ეს მოძრაობა. ქრისტიან დემოკრატების მერობის კანდიდატს საკუთარი დაპირებების შესრულებაში ეჭვიარეპარება. გია ჭანტურია კონკრეტულ ხელშეკრულებებს და საკუთარ 15 წლიან გამოცდილებას ეყრდნობა. მე ვამბობ ეს არის რეალური, ეს არის გაკეთება და ეს არის დათვლილი და ეს არის დაყრდნობილი არ ვთქვათ ვიდრე შეხედულებებზე და სურვილზე, ეს არის დაყრდნობილი ხელშეკრულებებზე, რაც ჩვენ დავდეთ და რაც მე გავაკეთე 15 წელი, მე ამიტომ ვაშენეთ ეს ჩვენ ნავთობსადენის გასადენდი, რომ ვიცით როგორ მივიღოთ ეს ტარიფი. ჭანტურიას დაპირებების კრიტიკის პარალელურად ნიკა ივანიშვილი საკუთარ პრიორიტეტებზეც საუბრობს. მერობის კანდიდატი მოსახლეობას პირდება, რომ წყალს, დენს და გაზს უფასოდ არა, მაგრამ გარკვეული შეღავათებით მიაწვდის. ივანიშვილის პრიორიტეტებში დავით აღმაშენებლის ძეგლი და მისი ადგილმდებარეობაც მოხვდა. დავით აღმაშენებლის დაბრუნება ქალაქის რომელიმე ცენტრალურ უბანში, იმიტომ რომ ადამიანმა მეფემ, რომელმაც ეს ქვეყანა ფეხზე დააყენა და ყველაზე ძლიერი იყო მის პერიოდში ეს ქვეყანა, ის მეფე ქალაქ გარეთ არ უნდა დადგან, უნდა ყოფილიყო ცენტრში. საკუთარი კანდიდატის ჯერად ქრისტიან დემოკრატებს ნიკა ლალიაშვილი ივანიშვილის განცხადებებს პოლიტიკური ოპონირების ლოგიკურ ნაწილად მიიჩნევს. წყალი, რომელიც შესაძლოა, აბსოლუტურად რეალურია, რომ იყოს უფასო, არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი და ის, რასაც პირდება გია ჭანტურია, რასაც გააკეთებს ამ ქალაქისათვის, იქნება სასიცოცხლო მნიშვნელობის ამ ქალაქის მოსახლეობისათვის და ყველა მოქალაქისათვის ჩემი აზრით. არჩევნების მოახლოებასთან ერთად მერობის კანდიდატებს შორის წინასაარჩევნო დაძაბულობა მატულობს. თუმცა ურთიერთკრიტიკის მიუხედავად მერობის თითქმის ყველა ოპოზიციური კანდიდატი ამბობს, რომ მისი მთავარი კონკურენტი მოქმედი მერია.